საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე ცდილობდა რადიოაქტიური ნივთიერება ურანის შეძენას, რომელიც ასევე მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და რომელიც უნდა გაეტანათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ბრალდებულებს რადიოაქტიური ნივთიერების შესაძენად უნდა გადაეხადათ 400,000 ამერიკული დოლარი. გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამივე მათგანი დაკავებული იქნა ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას. მათ ბრალდება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელად 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით.